საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს არის ყველაზე, როგორ ვთქვათ, უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ერთ 9 აპრილი მით უმეტეს ვერ მივა ამ დღესთან, იმიტომ რომ 9 აპრილი თუ ტრაგედია იყო, ერის ერთობის დღეც იყო და ბრძოლის დღე იყო და ესე შემდეგ და მცრებთან და ტკივილთან ერთად უამრავი დიდი დადებითი ემოციებიც ახსოვს ქართველებს. ვერც სოხუმის დაცემა მოვა ამ დღესთან, ვერც 2008 წლის 8 აგვისტო მოვა ამ დღესთან. ეს არის ყველაზე მეტი სამარცხვინო თარიღი ქართველი ერის ისტორიაში, ერთ-ერთი ისეთი სამარცხვინო თარიღი, როგორც იყო მაგალითად ბაზალეთის ბრძოლა. ნამდვილად სამარცხვინო თარიღი იყო, როდესაც ქართველები ერთმანეთს ესროდნენ და ერთმანეთს კლავდნენ, მაგრამ აქ ერთი საკითხი არის ის, რომ ქართველი ქართველს ტყვიას ესროდა და კლავდა, მაგრამ მეორე საქმე იმაში არის, რომ აქ იყო ბრძოლა პირდაპირ სიკეთესა და უკეთურებას შორის. ანუ უღმერთოებას, ურჯულოებას და ქრისტიანულ ეროვნულ საქართველოს შორის. არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია, ყველასთვის მარტივად იყო ეს ყველაფერი გასაღები. ტყილა ეხლა თავს გამოისულელებენ ზოგ-ზოგი ერთები, რომ თურმე არ იცოდნენ რაში იყო საქმე. კი იყო იქ კატეგორია ხალხი, რომელმაც მართლა არ იცოდა, მაგრამ მასამ ძალიან კარგად იცოდა რაში იყო საქმე. ის რომ ედუარდ შევარდნაძე და მისი სულ აძაღლებული ამფსონები, ახლა სიგუა და კიტოვანი და იოსელიანი და ესე შემდეგ საქართველოს რა სიკეთესაც მოუტანდნენ, რომ ეს ყველასთვის გასაგები იყო, ამას არ უნდა ლაპარაკი. ასევე ძალიან კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი, მე ამის გულისთვის რა ვიცი, დღემდე მაჯოჯოხეთებენ და მკლავენ, თუმცა აფე განსხვავებულს მე არ ვამბობ, ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი საპატრიარქომ და პირადად პატრიარქმაც. ძალიან კარგად იცოდა. ვინ იყო შევარდნაძე, ვინ იყო გამსახურდია, რა გზით წავიდოდა საქართველო, რა გზით შეიძლებოდა წასულიყო და რა პოზიცია დაიკავეს მაშინ. მე ხო არ ვაბრალებ რაღაცას ისეც რაც არ ყოფილა, მე ხო არ მოგონია რაღაცა. ყველამ კარგად იცოდა ყველაფერი. ყველა საქმის კურსში იყო და რიგითი მოქალაქეზე მეტი სიბრძნე და რიგით მოქალაქეზე მეტი გამოცდილება და ინფორმაცია ერის სულიერ მამებს უნდა ქონოდათ. მე მგონი ასია, იმიტომ რომ ვისაც მეტი მიეცა, იმას მეტი მოეთხოვება, არ აქვს მნიშვნელობა ეს განათლებით იქნება თუ თანამდებობით. მეტ თანამდებობას მეტი პასუხისგებლობა მოყვება და მეტ ცოდნას ადამიანებში მეტი პასუხისგებლობა მოყვება. ასე რომ მამა აბრამის ბატკნობას შეეცდება. ძალიან კარგად იცოდნენ საპატრიარქოში და პირადად პატრიარქმა, რომ კვლელი, ყაჩაღი და მოძალადე და ნაძირალა, იოსელიანი მეტი ნაძირალა იყო, ვიდრე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ხო. ასე რომ დრო არის, გავიდა უკვე 34 წელიწადი და დრო არის საიმისოთ, რომ ადრე თუ გვიან ქართველმა ერმა ამ დღეს სანამ ის არსებობს, კიდე არსებობის პერიოდი გააჩნია, ამ ყველაფერს მიცეს შეფასება. ჩვენ არაფერი გვეშველება თუ ჩვენ ტყუილ გამოგონილ ისტორიაში და ცრუ კერპომანიაში გავაგრძელეთ ცხოვრება. სამწუხაროდ ასე მიდის. ასე მიდის ეს ყველაფერი, მიდის. ჯერჯერობით არაა დასრულებული ეს ერა, ჯერ კიდე შევარდნაძე არის, შევარდნაძისეული სისტემა მუშაობს როგორც ერში, ისე ბერში. ამიტომ საქართველოს ხსნა მაშინ დადგება, როდესაც 1991 წლის 22 დეკემბრის რეალური შეფასება იქნება გამოტანილი და ამას იქნება დიაგნოზი დასმული. და ამას აქვს მარტივი დიაგნოზი. გარდა იმაში ტირებული ხალხისა, ვინ ზემოთ იყო და ვინც ამას მხარს უჭერდა, ყველა იყო მოღალატე. ყველა ესროლა ერის მომავალს. ჩემ მომავალს ესროლეს, თქვენ მომავალს ესროლეს, ყველას მომავალს ესროლეს. როგორ ესროლეს? რანაირად ესროლეს? ეგერ გავიდა 34 წელიწადი და ეს ბოზიშვილი პუტჩისტები ყველა ხელისუფლებაში არიან.
პირდაპირი შთამომავლები. პირდაპირი შთამომავლები. აგერ კობახიძის მამა პირველი პირწავარდნელი პუჩისტი ნაბოზუარი კაცი იყო. მისი შვილი პრემიერ-მინისტრია. გოგა ხაინდრავა უშუალოდ მონაწილე არის და თვითონ ამ ყველაფრის მონაწილე იყო და იქ არის. გადახედეთ ამ ნაძირალა პუჩისტების შთამომავლობა თუ ვინმე არ იყო ისეთი, ვინც თანამდებობაზე და კარგად ყოფნობაშია დღეს და მაშინ არ ეწინააღმდეგება ან თვითონ ან მამამისი ამ ყველაფერს. ზოგიერთის უკვე ბაბუა. ხო, ამიტომ მარტივია, იცით, გასარჩევი, აქ არ ჭირდება ბევრი ახსნა განმარტება, ყველაფერს აქვს საწყისი სათავე. ყველაფერს, მდინარეს აქვს საწყისი სათავე, ასე არის ისტორიაც და ასე არის ნებისმიერი პრობლემის არსი. ეს იქნება სამედიცინო დიაგნოზი, ეს იქნება პოლიტიკური დიაგნოზი, თუ რანაირი დიაგნოზის გინდათ, იმდენი დასვით. აქ არის ძალიან მარტივი, ყველაფერს აქვს საწყისი. საწყისი იყო ის, რომ ვინც მაშინ ეროვნულ ხელისუფლებას, ვინც მაშინ კანონიერ ხელისუფლებას ის მოწონდა ეროვნული ვინმეს თუ არ მოწონდა, ეს სხვა საკითხია კიდე, მაგრამ შეიძლება ხელისუფლება არ მოგწონდეს, მაგრამ ეს არ გაძლევს შენ უფლებას, რომ იმას ტყვია ესრულო თუ ის არის კანონიერი. არ იყო. ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლება არ ყოფილა უკანონო. ის იყო კანონიერი, ის იყო კანონის დაცვით, ის იყო სრულად ყველანაირი როგორ გითხრათ, აბსოლუტურად საერთაშორისო კანონმდებლობით დაწყებული და დამთავრებული საბჭოთა კავშირის კანონებითაც კი. სრულ შესაბამისობაში მოყვანილი რეფერენდუმის საფუძველზე, საყოველთაო არჩევნების საფუძველზე და დიახ, ზუსტად გამსახურდი არის ერთადერთი პრეზიდენტი, ერთადერთი ხელისუფლება არის, რომელმაც ლეგიტიმაცია მიიღო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. არც ერთ ხელისუფლებას არ მეუღია სხვას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ეგ ყველაფერი. ესა სიმართლე. ხო. ამიტომ ვინც მაშინ ტყვია ესროლა ეროვნულ ხელისუფლებას, ყველამ ტყვია ესროლა საქართველოს მომავალს. მე როდესაც მეუბნებიან, რომ რატო ხარ ესეთი აგრესიული და რატო გაქვს ესეთი დამოკიდებულება, ამათმა ერის მომავალი მოკლეს. ანაფორიანებმა თუ უანაფოროებმა. ხო, გინდა დამოჭერით ეს სიტყვები და ესე გავრცელდა. ტყუილში მაცხოვრებელი საზოგადოება სანამ იარსებებს საქართველოში, რომელსაც არც მისი კანონიერი, პირდაპირი კანონიერი გაგებით რო ვთქვათ, არ უნდა ამ ყველაფრის გაგება სამოქალაქო სამართლით თუ ქრისტიანული სამართლით რო ველაპარაკოთ ამათ კაცო ჩვენ და რათა თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა, რასაც ამბობს ვეფხისტყაოსანი და არა იცრუო. რატო აცხოვრებთ ერთ რამდენი ხანი ტყუილში და რატო აცხოვრებთ ერთ რამდენი ხანი სიცრუეში, სამოქალაქო თუ სასულიერო პირები? სვამ ელემენტარულ კითხვას. სად არის გაბრწყინებული იბერია? ბოლოჟამის პატრიარქთან ერთად. კითხვას სვამ. სად არის ბრწყინდება იბერია? მე ვერ ხედავ გაბრწყინებას, გადაშენებულ საქართველოს კი ვხედავ. და საქართველოში ხა ქრისტიანობას რაც შეეხება, ქრისტიანობის ალბათ 5-4% თუ დარჩა ამ ქვეყანაში დიდია. მე ვეკითხები სამოქალაქო პირებს, ვინც რელიგიიდან დისტანცირდები, სად არის ნატო კვატოსკენ მიმავალი გზა? არ არის. იმიტომ რომ ტყუილში ხართ. იმიტომ რომ ტყუილშია მთელი ერი. ხო და აი ესე ტყუილში აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას. მე ახლა ჩემს YouTube არხზე ახალდადებული მაქვს ვიდეო, რასაც გუშინ შეგპირდით, ჩემო კარგებო. მშვიდობა მოგცეს კი აღმერთმა, აი აქ ლინკად არის მითითებული. ღმერთმა გაუმარჯოს იმ ვაშკაც კაცს, იმ ადამიანს, რომელმა ადამიანმაც საქართველოს მოვლენების აი ის ჯოჯოხეთი, ის ბნელეთი, ის ბნელი ლაბირინთები, რომელი ლაბირინთებიც მაშინ ხდებოდა, აღწერა კამერაზე. დღეს 21 საუკუნე არის და ერთი ადგილის განძრევა არავის არ უნდა, კაბინეტიდან და ოთახიდან უნდა საქმის გაკეთება და
იმ პერიოდში ეს ყველაფერი გადაგეღო კამერაზე და მისაწვდომი გაკეთებული იყო ძალიან დიდი გმირობის და ძალიან დიდი ძალისხმევის დამსახურება უნდა ყოფილიყო უფროსი თაობა ალბათ დამეთანხმება ამ ყველაფერში, ვისაც ახსოვს 90-იანები, ეს ის პერიოდი არის, როდესაც Wi-Fi არ არსებობდა და ინტერნეტი არ არსებობდა და მსგავსი რაღაცები არ არსებობდა. შეძლო ესეთი ადამიანი, რომელმაც შეძლო ეს ყველაფერი გაეკეთებია, ლინკზე არის მითითებული მისი ფილმი ჩრდილს მიღმა, ესე ქვია. ეს არის ფილმი, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა მაქს სტალინ შეძლო, ჩამოვიდა, გადაიღო და მე მინდა გთხოვოთ. აქ არის ლინკზე მითითებული, შებრძანდეთ YouTube-ის არხზე, ნახოთ და გაუზიაროთ ყველას, გააზიაროთ. იმიტომ რომ ეს პიროვნება იყო ლეგენდარული პიროვნება. ასეთი პიროვნებები ძალიან იშვიათი იბადებიან სამყაროში, რომლებსაც სიმართლე და სამართლიანობა არათუ მარტო აინტერესებთ, მზად არიან იბრძოლონ არათუ მის ქვეყანაში, სხვის ქვეყანაშიც კიდეც რა, რო იცოდეთ ისე. ესეთი ადამიანები მართლა ძალიან ცოტანი არიან და ზუსტად ეს ადამიანი იყო, რომელმაც თავის დროზე თავისი კამერით მოახერხა და გააშუქა უამრავი პრობლემა ჩინეთში, ჩეჩნეთში, აფრიკაში, იმაში რა ქვია, ინდონეზიაში, ტიმორის საკითხები და მათ შორის საქართველოში. აბსოლუტურად ყველგან მოყვა მის გადაღებულ ფილმებს რეზონანსი გარდა ამ ფილმისა, რომელსაც ქვია ჩრდილს მიღმა. აქ არის მითითებული, შებრძანდით, ნახეთ და ერთადერთი თუ შეიძლება დღეს ითქვას ყველაზე ობიექტური წყარო თუ რა ხდებოდა მაშინ, არა მარტო საქართველოს მხრიდან, რუსეთის მხრიდან, ევროპის მხრიდან, ამერიკის მხრიდან. მე არ ვიცი ამ კაცმა როგორ იმუშავა, მე გაოგნებული დავრჩი. დიდი ხანია მე ეს ფილმი ვიცი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო ჭირდება, რომ იქნას წარდგენილი. ლეგენდარული ადამიანი 2021 წელს გარდაიცვალა ავსტრალიაში. ძალიან დიდი პიროვნება იყო. და მას აქვს აღწერილი მთელი ჯოჯოხეთი. აბსოლუტურად ყველაფერი თუ რა ხდებოდა. რას აკეთებდა დასავლეთის საქართველოში, რას აკეთებდა რუსეთის საქართველოში, რას აკეთებდნენ მოღალატე ქართველები საქართველოში, რას აკეთებდა ეროვნული და კანონიერი ხელისუფლება. გაიხარეთ ჩემო გარკვეულო, თქვენს გამარჯვებით გევლოთ. ახლა როდესაც საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ და ყველაფერი ტალახის მიყრა ხდება. გავიდა 34 წელიწადი, ჩვენი ისტორიის ყველაზე უბედური თარიღი. შევედი უბრალოდ, მე ქართულ ტელევიზიებს საერთოდ არ უყურებს, ღმერთმა დამიფაროს. რო ამათ უყურო. მაინც მაინტერესებდა თუ თუნდაც ისტორიულ კონტექსტში მაინც თუ იქნებოდა განხილული, რომ აი სადღაც, ოდესღაც რაღაცა ესეთი ამბავი მოხდა. არა. აი ეს შემზარავი ფოტო. ილიას დააკაკის ძეგლი და დამწვარი პირველი სკოლა თბილისში. ხო შეიძლება როგორც უბრალოდ ისტორიულ კონტექსტში განიხილო. კანალიზაცია. მე ვერ ნახე ახლა ეს იმედი ამათი თავი პროპაგანდონები, ამათთვის ისტორია ბიძინათი იწყება და ბიძინათი მთავრდება. 10 შვილს არ უხსენებია. არ აინტერესებდათ და იმიტომ. რა შეაინტერესებდათ, აღარ რაში უნდა დათქვას რომ ამათ მაგ ძველი პუჩისტების ამბების გახსენება, იმიტომ რომ პრემიერით დაწყებული, დამთავრებული ვეგერ ბიძინა ივანიშვილით გაგრძელებული, ყველა შევარდნაძის ტრაქში იყო შემძვრალი მაშინ. ეს ბიძინა არ არისო. კადრები რო იყო გავრცელებული, შევარდნაძესთან რო იყვნენ იქ მოსკოვში მიმდგარები. არავის არ გაუშუქებია იქ ყველაფერი. ახლა ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმე ობიექტურად და სამართლიანად თქვას ის ყველაფერი თუ დასავლეთმა რა როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში. აი ეს არის უდიდესი დემოკრატის ბეიკერის წიგნი. სადაც წერს, რომ დესპოტი გამსახურდია და მისი მჩაგვრელი რეჟიმი.
მე უკვირთ თურმე რომ მე რატომ აქ შიგუკრიდან განათლებულებზე და ევროპაზე და ამერიკის პოლიტიკურ ელიტაზე მაქვს მე საუბარი. ესეთი აგრესიული დამოკიდებულება, იმიტომ რომ აი ზუსტად დინების აღმა, ცილის წამება, 1000 სიბინძურე და ღმერთმა აცხონოს აი ამ ვაშკაცი დადგება დრო და ამ კაცს ძეგლი უნდა დაიდგას საქართველოში ზუსტად იმ დოკუმენტალისტიკის გამო, იმ სიმართლის გამო, რაც მან შეძლო და საქართველოში გადაიღო და გააშუქა და არ მორიდებია არავის. არავის არ მორიდებია. არც დასავლეთს, არც ჩრდილოეთს, არც სამხრეთს, არც სასულიერო პირებს თუ ამათ თუ იმათ. გადაიღო ის სიმართლე რაც იყო. აი ამით იზრდება მომავალი თავი. ყველა მიცის ეს ყველაფერი ვინც პოლიტიკაში არის. მაგრამ ამის თქმის უფლება არ აქვს, არადა კაცი აი სხონებული ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა დატოვა მარტო. აქ ზვიად გამსახურდიაში როგორც პიროვნებაში და ერთ-ერთ თუმცა ის რომ ის იყო უდიდესი პიროვნება ამაზე არაა საუბარი. ის იყო დაახლოებით 6000-7000 წლის ქართველი. საქართველოს პრეზიდენტი იმდენი ხნის უნდა იყოს, რამდენი ხნისაც საქართველო არისო და ზუსტად ზვიად გამსახურდია შეეფერებოდა ეს ყველაფერი. და ქართველმა ერმა დატოვა მარტო. მარტო დატოვა. რატო დატოვა მარტო? რატო მიატოვა? რატო დაიკიდა ფეხებზე? კი, ზოგს ინფორმაცია არ ქონდა, ზოგს ეს კარი გასაგებია, მაგრამ ახლა რატო არ უნდა სიმართლის გაგონება არავის? ხო, ყველამ კარგად იცის, რომ იბერია არ გაბრწყინდება. ამათ ხელში განსაკუთრებით. ამათ ხელში ოდესღაც, როდესაც ქვეყანა იქნება აი ასეთი პრეზიდენტის და ასეთი ადამიანის ხელში, მაშინ კი გაბრწყინდება და მაშინ ქართველიერი გაახელს თვალებს ბოლომდე და შეძლებს საქართველოს. მაგრამ რატო არავინ არაფერს არ ლაპარაკობს? რატო ხართ ცრომადიდებლები? რატო არ გინდათ სიმართლის თქმა? როგორც მაშინ დუმდა საპატრიარქო, ისე დუმს ახლაც. მაშინაც, როდესაც მივიდნენ ქართველები, თუ შეიძლება პატრიარქს შეგვახვედრეთ, უბედურება ხდება, ასეთი რაღაცა ხდება და პატრიარქი ახლა შეუძლოთაა და ვერ შეძლებს თქვენთან საუბარს. ასეთი იყო პასუხი. არასდროს არ ყოფილა შეუძლოთ, როცა კიტოვანს ხვდებოდა, როცა შევარდნაძეს ხვდებოდა, როცა სიგუას ხვდებოდა, როცა იოსელიანს ხვდებოდა. მაინცა და მაინც ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ ხელისუფლებას რო ქონდა პრობლემა, მაშინ რატო იყო მან და მაინც შეუძლოთ? და არასდროს არ იცადა. ნახევარის სიმართლით არასდროს ვერ გავალთ ჩვენ ფონს. ქართველ ერზე თუ შეიძლება რამე ცოდვები არსებობდეს, ერთ-ერთი აი ამ კაცის ცოდვა. ამ კაცის, რომელიც მზად იყო შეწიროდა საქართველოს და ქართველობას და შეეწირა კიდეც. დაამთავრა, მორჩა. აგერ ახლა 22-ია და 1 წლის თავზე თითქმის ემაში რა ქვია 31 დეკემბერს მოკლეს უკვე საქართველოში. შეეწირა კიდეც. დიახ, ის არის ერთადერთი შეწირული პრეზიდენტი საქართველოსთვის, ქართველიერისთვის და იდეისთვის. მასაც შეეძლო უპრობლემოდ ეცხოვრა. არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა ზვიად გამსახურდიას, მიუხედავად იმისა, რომ ის აბსოლუტურად გაწირული იყო ყველგან პირიქით. ყველგან მოიძებნებოდა, როდესაც ის ევროპიდან დაბრუნდა, ჯერ ჩეჩნეთში და მერე საქართველოში, მან გაზრებული ქონდა მას, რომ ის შეეწირებოდა და ის შეეწირა იდეას.
ვინ შეეწირება ახლა საქართველოს იდეას? ბიძინა ივანიშვილი ფული დაუყადაღესო ხალხო და გაიგეთო რა შეა საქმე. ფულიო. მე ახლა ჟიული შარტავა სიმართლე გითხრა და გურამ გაბისკირია მე საქართველოს ეროვნულ გმირებად რა თქმა უნდა ვთვლი და უდიდესი თავგანწირვა და უდიდესი მაგრამ მე ერთ რაღაცას ვიტყვი ჩემო ძმაო ჟიული შარტავა თავისი დანაშაული პირდაპირ ვიტყვი რა არ მინდა ეს მორიდება არ მინდა თუ არა და თავადაც გაარგვი ჟიული შარტავას ქონდა უდიდესი დანაშაული ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ იმიტომ ისიც პუჩისტებში იყო და საკუთარი სიცოცხლით სხო და გამოისყიდა ის დიდი დანაშაული რაც ქონდა ჩადენილი კი ადამიანი შეიძლება რაღაცა შეგეშალოს და ერთადერთი ადამიანი ალბათ რომელმაც ნამდვილად მოინანია და საკუთარი სიცოცხლით ზღო მისი დანაშაული ეგა არ შეიძლება როდესაც საქმე ეხება ერის ისტორიას ერის ისტორიას და როდესაც სამშობლოს ეხება აქ არ შეიძლება 1 გრამი ტყუილიც ითქვას. ქონდა იმას ცხოვრებულს დანაშაული და იმან მისი სიცოცხლით ის გამოისყიდა. ახლა შევარდანძეს რაც შეეხება შევარდანძემ ყველა მოიშორა, ყველა გამოიყენა და ყველა მოიშორა შემდეგ, მაგრამ მე მაგ საუბარი სხვა რამეზე. აღარაა შევარდნაძე, აღარაა ზვიად გამსახურდია, აღარაა შარტავა, აღარაა შარაძე, აღარა ის, მაგრამ ჩვენ რატო ვცხოვრობთ ტყუილში? ჩვენ რატო ვცხოვრობთ ტყუილში? აი თამოწერს რო კარგად მახსოვს როდის იყო. რატო გვინდა ტყუილში ვიცხოვროთ? რატო ახლა დღეს 21 საუკუნეა და 1000 ინფორმაციული საშუალებებია. ამ კაცის სახელი და გვარი ვის ფილმზეც გეუბნებით. ამ კაცის სახელი და გვარი არც იგუგლება. შებრძანდით, ნახეთ და თქვენ თვითონ ნახავთ თქვენი თვალით. ხო და ამ ერის ბრალი რო არის ჩემო ძმაო, ხო აი ერის ცოდვაა ეს ყველაფერი და სანამდე არ განიწმინდება ერი ამ ცოდვიდან მონანიება ხო კი ბატონო აღიარა მოდარნადაძემაც თავისი და ერთეულები იყვნენ ვინც აღიარეს, მაგრამ ამით რა ქვეყანას ვინც საკუთარი სისხლით გამოისყიდა მისი დანაშაული, იმათმა მართლა მოინანიეს. მონანიება ქვია იმას, როდესაც ადამიანი საკუთარი ხო, იმან მოინანია, ამან მოინანია, ამან ისექნა, დღეს რო არის ეს მივიდა მის მამაოსთან და მისმა მამაომ შეუნდო ცოდვები. ასე არ ხდება მონანიება. მონანიება ხდება სისხლით. მონანიება ხდება ოფლით. მონანიება ხდება ცრემლით. მონანიება ხდება მატერიალურად. აღიდე ყველაფერი და აყევიო უფალსო. ცოდვების მონანიება თუ გინდა, პატარა ძელი საქმეა მაგ. ხო, ასია ეს. და ვის ჩვენ ინტელიგენციას ვეძახდით, ჩვენ რაღაცას ვამბობდით ადამიანებზე, რომლებმაც ტყვია ესროლეს საკუთარ ხელისუფლებას. არა, მე გავიგებდი ამ ყველაფერს, რომ პროვინციული ფაშიზმიდან გადაარჩინეს ქვეყანა. მე ამას გავიგებდი, რასაც ამბობ. პროვინციული ფაშიზმიდან. რო ეს ასე ყოფილიყო, ეს რო ასე არ იყო, თვითონ იცოდნენ ყველაზე მეტი კარგად. ზვიად გამსახურდიას პროვინციალობის არაფერი არ ეტყობოდა, არც კულტურული განვითარებით პირველ რიგში და არც პიროვნული განვითარებით. არა, პროვინციალიზმი ცოტა სხვა რაღაცა არის. პირველ რიგში გეოგრაფიული კი არა, კულტურული პროვინციალიზმზე არის საუბარი. თუმცა მე შემხედრია უამრავი ადამიანი, მათ შორის სამეგრელოდან ზოგ-ზოგი ერთები, რომლებიც ზვიადს და მერაბს ლანძღავდნენ. რატო ლანძღავთ, ხო რო ვიკითხები? არ მეგრელობდაო.
რა შვებოდა ზვიადი და მერაბი პროვინციული ფაშიზმი რა ასე ერქვა დედაქალაქის გადატანა უნდა დადოს ზუგდიდში მეგრულ ენას აძალებდნენ იმას მთელ ერს ამბობდნენ რომ ყველა ქართველები მეგრელები არიან და ეს არიან თუ ამას დაარქმევდა ადამიანი პროვინციულ ფაშიზმს რომ კუთხური ნიშნით ეკეთებიათ მასეთი რაღაცეები რას ქვია პროვინციული ფაშიზმი საკუთარი ღალატი აღარ იციან როგორ უნდა დამალო აღარ იციან აი რა მიზეზი მოიგონონ იმისთვის რომ გაამართლონ არ გამოვა მე გეუბნებით აგერ არ გამოვა ჯერ საქართველოს ხო ბნელი და ჯოჯოხეთის ლაბირინთებს გადის ეს ერი და კიდე ბევრს გაივლის მანამდე ივლის ამ ყველაფერს სანამდე სიმართლეს არ იტყვის და სანამდე სამართლიანი არ იქნება ეს არაბიზაციაც ეს ოკუპაციაც ეს უბედურებაც როდესაც კაცი ამბობდა მისი პირით ამბობდა რომ ხელის გულზე დადებული სიმართლე არ მინდა საერთოდ არ მინდა პრეზიდენტობაო საერთოდ არ მინდა პრეზიდენტობაო არ ვეჭიდები ამას რა მინდაო კაც რა თუნდა ზვიად გამსახურდია ეს პრეზიდენტობა ელემენტარული ნახეთ მისი ჩაღაწერები უდიდეს მეცნიერს რომელსაც გარღვევები აქვს აღმოჩენილი რა თუნდა იმას პრეზიდენტობა და ამენ შტერთან ურთიერთობა და ამდენი ტალახის სროლა ის თვლიდა ის რო იყო მისი მისია რომ საქართველოს გაეყვანა შეძლო მე ვიტყვი რომ შეძლო იმიტომ რომ მინიმუმ ცოცხალი მაგალითი დაუტოვა შენ არ გინახავს მე მინახავს ბევრი სამაგიეროდ სამწუხაროდ ცოცხალი მაგალითი დაუტოვა თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს ადამიანი საკუთარ ერს და საკუთარ სამშობლოს და საკუთარ იდეას გიორგი თქვეს მაგრამ ხო აი იმათმაც თქვეს და კიდე რამოდენიმე თქვა მაგრამ ეს მონანიება კი წუხილი არის მაგრამ მონანიება სხვა რამე არის ცხონებული ნოდარ ნათაძე ამბობდა რომ მე ისეთი შეცდომა დაშვებულიო მე ამას ჩემ საქმესო დავამთავრებო და მე ალბათ ტყვია უნდა ვიკრავო თავშიო და მოვიკლა თავიო ამით შეიძლება გამოვისყიდო ის ამბობდა მაგრამ სიკვდილს არავინ არ ელოდება დღეს ხარ ადამიანი ხვალ შეიძლება არ იყო მას ასე ქონდა ეს უზარმაზარი ის ტრაგიკული შეცდომა რასაც ის ემსახურებოდა მთელი თავისი არსით მთელი თავისი სიცოცხლით ერთ წამში ჩადენილმა შეცდომამ მთელი მისი ცხოვრება თავგუმა დააყენა ეს არის და როგორც ხანდახანციან თქვა სტალინზე ასე ამბობს როგორც სტალინის მიმართებაში არ დგება სამართალი და სიმართლე ისე ზვიად გამსახურდიას მიმართებაში არ დგება სამართალი და სიმართლე როგორც მისი ძეგლის ეშინიათ ისე ეშინიათ ზვიად გამსახურდიას ძეგლის ზვიად გამსახურდიას სახელის და ისე ებრძვია როგორ შეიძლება ესე შეიძლება უბრალოდ ერთი იყო სოფლიო გეოპოლიტიკის უდიდესი შემოქმედი და მე მინდა ვთქვა რომ არ იყო ხალხი მზად ზვიად გამსახურდიას სიტყვოსთვის, სიყვარულისთვის, ქართველობისთვის, დამოკიდებულებისთვის. ტყვიას გვესვრია, ნო კაცო, ჩვენო ტიტებს ვესვრითო. აი ისე უნდა მოქცეულიყო როგორც სტალინი მოიქცა. მაშინ შეძლებდა. მაგრამ არ შეეძლო იმას მასე მოქცეულიყო, იმიტომ რომ ქრისტიანი ადამიანი იყო. 1000 ბინძურეს რო აბრალებენ. ოსები ამოწყვიტა, ესქნა, ისქნა, აი გიქნა, იგიქნა. არ შეეძლო. მიენდო ხალხს. აი, ხალხზე მინდობილობა რას ნიშნავს. თუმცა მე იმას ვიტყვი, რომ მაინც სამართლიანად არის ყველაფერი, ძალიან დიდი წარმოდგენები ჰქონდათ. და მეც ვქონდა ჩვენ ერზე ძალიან დიდი წარმოდგენები ჰქონდა, რომ
ბევრი ღირსეული ქართველი არსებობს, არ არსებულა ბევრი ღირსეული ქართველი. ბევრი ღირსეული ქართველი ვინც იყო ის გაწყვიტეს, დატოვეს ერი ღირსეული ადამიანების გარეშე და ძალიან დიდი ნაგავი დარჩა ქართველებში. რომელი დიდი ნაგავსაც მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ბიზინა ჭირდება. რომელი ნაგავსაც მიშა ჭირდება. რომელი ნაგავსაც სოფლიო დონის პოლიტიკოსი შევარდნაძე ჭირდება და უნდა გამოვლენილიყო ეს დამპალი სისხლი რაც იყო ქართველებში და გამოვლენილიყო. და დღეს როდესაც საქმე არის მიმდგარი იმაზე რომ ქართული მიწა გაიყიდოს, საქართველოში უცხოელები ჩამოსახლდნენ, არ ჩამოსახლდნენ თუ ასე შემდეგ. დღეს ლაპარაკი რაზე მიდის? ინვესტიცია. ეს დამპალი სისხლის და დამპალი თესლის ნაყოფები ამას ეუბნებიან მთელ ერს. როცა თვითონაც იციან რომ ეს რენერი ინვესტიცია არ არის. რომლებიც თვალდახელშვა გატყუებენ. გაყიდულ მიწაზე გეუბნებიან ხელოვნური ინტელექტით მიფორმებო საბუთებსო. აი ამის ღირსია ტყუილის გზაზე მასიარულებელი ერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩაბრძანდით და ნახეთ. ვინც YouTube-ზე ნახავთ ამ ვიდეოს, შეგიძლიათ ჩამოყვეთ და ქვემოთ ნახოთ. ნახეთ და გააზიარეთ ქვია ამ ვიდეოს. ნახეთ რა ხდებოდა მაშინ და გავიდა აგერ ამდენი ხანი. და უკვე დაივიწყო ყველა. ერთი სიტყვა არსად არ ხსენდება, რა უბედურება დაატყდა ქართველ ერს თავს. ხო, ამიტომ ყველაფერი სამართლიანად ხდება, გული არ უნდა დაგწყდეს ადამიანს. რასაც მასა იმსახურებს თავიანთი ფარისევლობით, თავიანთი ფლიდობით, თავიანთი ტყუილით, თავიანთი ფსევდოპატრიოტიზმით, თავიანთი მიშიზმით, ბიძინიზმით, ვერცხლმოყვარეობით და ასე შემდეგ. მაგარ როდის იქნება ერი მზათო? მე გეტყვი როდის იქნება ერი მზად. შეიძლება თარიღი ვერ გითხრა, მაგრამ იდეაში გეტყვი როდის შეიძლება ერი იყოს მზად. ერი მაშინ იქნება მზად, როდესაც ამ ცოდვას მოინანიებს. მაშინ იქნება მზად. როდესაც ტყუილის ლაპარაკს გადაეჩვევა. როდესაც ფარისევლობას გადაეჩვევა და მორწმუნე გახდება, ისე როგორც იყო ჩვენ წინაბარი. აი მაშინ იქნება მზად. მანამდე ვერ იქნება. მაგრამ ასე გაამპარტავნებული ხალხი ასე მარტივად ამ ყველაფერს ვერ დაამთავრებენ. ამას წლები დაჭირდება. და როდესაც ალბათ დავრჩებით თითქოს ჩამოსათვლელი ხალხი, მე რო გავაცნობიერებთ ყველაფერს თუ რატო გჭირს, რისთვის გჭირს, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და ჯობია თქვა ადამიანმა და აღიარო ის რაც არის, ვიდრე რაც ესე ფსევდო სარწმუნოებიდან წამოსულ და ფსევდო პატრიოტებიდან და ფსევდო პოლიტიკოსებიდან წამოსულ სიბინძურეებს ზდიო და ის გჯეროდეს. ჯობია აღიარო თქვა, რათაც მეტი ადრე გააკეთებ ამ ყველაფერს, მით მეტი ადრე შეიძლება დაგადგეს საშველი. მაგრამ არა, არ უნდა ამ ხალხს ამის გაკეთება, წეპირიქით. ძალიან კარგად ცხოვრობენ, ძალიან ბედნიერად თვლიან თავს, დაწყებული ხუინდრავებით, კობახიძეებით, მთელი საფუძჩისტეთი, მთელი სანაბოზრეთი, მთელი ინტელიგენცია, რომელიც ბიზნეს ჯი, მთელი ბიზნესი, ყველა ბედნიერად არიან ამ ქვეყანაში. ერთადერთი ვის უჭირს? ქართველ ერს. აი ქართველ ერს კიდე რაც შეეხება სიმართლეს ფული ურჩევნია ბევრს და არის გაჩუმებული. ან ეშინია. ან მოტყუებულია. ან არ უნდა. არ ვიცი რა. როგორ შეიძლება ამ ხალხის მოტყუება? აბა მიეცი ახლა ეს გამოთქმა იყო ამნარი, აბა ერთი მიეციო სულელები ვინა სულელი. მიეცი ერთი აბა მანეთიანი ათმანეთიანს თუ დაგიბრუნებს უკანო. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. თუ უნდა ხალხს მონობა არ ყოფილა ეს ხალხი მზად იმ თავისუფლებისთვის, იმ ყველაფრისთვის, რისთვისაც იბრძოლა ეროვნულმა მოძრაობამ. არ ყოფილა. სამწუხაროდ. და არაფერი განსხვავებული დღეს არ ხდება. რაც მაშინ ცხონებულს დაუსვეს კითხვა.
3 შეთავაზება იყო დასმული იქ სულ 3-3 დასავლეთიდან იყო ეს იმიტომ რომ დასავლეთი იყო ჰეგემონი მაშინ და იყო ამ 3 შეკითხვაში ესეთი რაღაცეები მოთხოვნაში უბრალოდ პირველი ეს იყო ქართული მიწის გაყიდვის უფლების მიცემა მეორე ეს იყო საქართველოში არსებული ქარხანა ფაბრიკების და წარმოებების დაშლა და დაყიდვა ის როგორც გააკეთა მე შევარდნაძე პრივატიზაცია პრიხვატიზაცია და მესამე იყო ეროვნების და მამისახელის ამოღება პასპორტიდან სამივეზე იყო შემდეგი პასუხები გაცემული ცხონებულიდან პირველი ქართული მიწა ეს არ არის რაღაცა წიაღისეული სიმდიდრე ეს არის საკრალური მნიშვნელობის რესურსი ქართველი ერისთვის რაშიც ჩვენი წინაპრების სისხლი არის დაღვრილი ამის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს მეორე რაც შეეხება ამ ქონებას რომელიც საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს საქართველოში დაგროვდა ესაა ქართველი ხალხის შრომით და უფლით აშენებული და კი შეიძლება რაღაც ნაწილი პრივატიზირება გაკეთდეს ამ ყველაფრის მაგრამ ძირითადად ხალხი არის ამ ყველაფრის ამშენებელი შემოქმედი და იმსახურებენ რომ მათ კონდეთ წილი ამ ყველაფრიდან სახელმწიფოს 51% და 59% რაც შეეხება ეროვნების და მამისახელის უარყოფას ეროვნება და მამისახელი არ გააჩნია ცხოველს მოკლეს ცხონებული მიწა როგორ იყიდება რა გომბეგომ გაიხედ გამოიხედეთ და როგორ გვეუბნებიან თუ მიწა არ იყიდება რაც შეეხება პრივატიზაციას მთელი საქართველო დაანგრიეს გადაჭამეს შეჭამეს ჩაიდგეს მუზელში და სტალინს აგინებენ 24 საათი ხელის გულზია და ეროვნება და მამისახელი ამოღებული გვაქვს ახლა პასპორტიდან და მართლმადიდებლობას უკვე ძაღლმადიდებლობამ ჩაანაცვლა საქართველოში და აი ასე მიდის ჩვენი ქვეყნის საქმე და ჩვენი ერის ბედი ამიტომ სანამდე არ უნდა ამ ერს გამოფხიზლება მანამდე გამორიცხულია ეს ზვიადის მამამ კონსტანტინე გამსახურდიამ ერს თუ კი არ უნდა გამარჯვება ამას მაკედონელიც ვერ გამარჯვებიებს ჩვენ ძაღლს რო უწერია მამისახელი პასპორტში ჩემო ძმა უნდა წარმომავლობა ხო ესა ზუსტად გასაკვირი რომ ძაღლს უფრო ცემენ პატივს ვიდრე ადამიანს და ძაღლმადიდებლობაში მე რომ მეუბნებიან რომ ძაღლთან და კატას არც არაფერს არ ვერჩი არ ძაღლს ვერჩი არაფერს არც კატას ვერჩი არც თავს ვერჩი არაფერს იდიოტურ აზროვნებას ვერჩი ძაღლმადიდებელი რო გახდები ადამიანი და ადამიანს რო ძაღლი გირჩევნია რა უნდა ელაპარაკო იმას რომელ ქართველობაზე რომელ ეროვნებაზე უნდა ელაპარაკო ერთი დებილის ვიდეო იდო ჩემ ძაღლს რამე რომ უვიდესო რაში მაინტერესებდეს თუ გინდა 1000 კაცი გვდებოდეს არაპატიეს თემო არც ზვიადს აპატიეს და არც არავის არ აპატიებენ საქართველოში სამშობლოს სიყვარულს იმიტომ არაპატიებენ რომ სამშობლოს სიყვარული ეს არის და მოქმედება ამ სამშობლოსთვის ეს არის ჩათვალე აბსოლუტურად ყველა ძალასთან დაპირისპირება რომელიც ძალაც საქართველოში თავისი გავლენისთვის იბრძვის ეს იქნება პროდასავლური პრორუსული პროთურქული პროირანული პროაზერბაიჯანული პროსომხური თუ რა არჯულის ადამიანების კიდე არაფრის თქმა არ უნდა ნატო რომ იმის თქმა უნდა რომ უბრალოდ ძაღლი უფრო პასუხს დღევანდელ სამყაროში ვიდრე ადამიანი როდესაც მე ვამბობ ძაღლმადიდებლები ხო ის სირილო ახლა მოჭრას ერთი ეს ვიდეო ის ამის წინებზე ვთქვი ეს ძაღლმადიდებლებთან დაკავშირებით ერთი მეგობრებში არის თან გონია ჩაწერილი რომ ერთ ძაღლმადიდებელი არის საქართველოში და ეს ძაღლების თავშესაფარს ამდენ ფულს ახარჯავს და ის და ამას არაა ქართველი ებრაული წესით არაა ქართველი რა ვიცი დედა ებრაელი ყავს და მამა ქართველი ყავს რა ვიცი რო გითხო და
რა ვთქვი, აბნაირად დაუბრალი ვერ გამიგია, არა ქართველები არის, დედით ნაციზობას ებრაელები ცნობენ და მე რაშვაში ვარ, ვერ გამიგია და ძაღლი რო ურჩევნია ადამიანს. ძაღლი რო ურჩევნია ადამიანს და ძაღლზე რო მილიონებს დახარჯავს და ადამიანი რო არ ადარდებს ადამიანს, იმას რა უნდა ელაპარაკო. რაში ჯდება მაგი? ჯერ ადამიანს ადამიანი უნდა გიყვარდეს და მე ძაღლს გეყვარება და კატაც გეყვარება. ადამიანს ამ გეყვარებოდეს, მაგრამ ღმერთი უნდა გიყვარდეს და იაიც მე ამ გამოშტერებულ სამყაროში ის რა უნდა უთხრა. მოკლედ ჩემო კარგებო, მინდა დასასრულს გითხრათ ის, რომ შებრძანდით აი ამ ლინკზე, შებრძანდით ჩემი YouTube-ის არხზე და თქვენი თვალით ნახეთ ის იშვიათად ისტორიული ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი ახლა გაჩვენეთ. აი ეს ადამიანი არის ვინც ჩვენ ქართველებს აემხელა პატივი დაგვდო და ქართული დოკუმენტალისტიკა მოგვიტანა ბოლომდე. მომისმინა შენ შემოგევლე ვისაც ქართველობა არ უნდა გაყიდის თავის მიწასო და მაგნაირ ქართველსო არაბი არ გიჩვენ მე ეს ვიტყვი ძმა ქართველს რო კითხო ქართველი როა და მე მცხვენიაო ქართველობისო ადამიანი რო იტყვის იმას არ უნდა წვენოდეს ქართველობის იმიტომ რომ ის არც არასდროს ყოფილა ქართველი შენ შემოგევლე. იმიტომ ქართველობა ეს მარტო ეთნიკური წარმომავლობა არა. ქართველობა ეს უდიდესი სულიერი პასუხისმგებლობა არის და აზროვნება არის. ამიტომ მე აი აქვე არის მითითებული ან შეგიძლიათ შევბრძანდეთ ჩემი YouTube-ის არხზე და ნახოთ. ამიტომ ნათელი დაადგეს მის სულს, ამიტომ აქ ნათქვამი მამა გიორგი ბასილაძეს ქართველობა ძნელი არის, მაგრამ აუცილებელი. ხო და მიწის თუ არ უნდა ვინმე საქართველოში ცხოვრება და თუ ქართული საქართველო არ მოწონს და ქართველობა არ მოწონს, აი რა გახსნილია 4 მხრივ საზღვარი და წავიდე სადაც უნდა, მამიჩემის მამასთან წასულა, მაგრამ მიწის გაყიდვის უფლება არ უნდა კონდეს. მიწა არავის არ ეკუთვნის. ჩვენ იმ მიწაზე რო დავდივართ დიდი მაქსიმუმ იაროს ვინმე მას წელიწად. შენ რო დაიბადე ის მიწა დაგხვდა, შენ რო მოკვდები, ის მიწა კიდე იქნება და მიწა უნდა მიგიღოს. ვინ მოგცა შენ მისი გაყიდვის უფლება, რომლის დროებითი სტუმარი ხარ. ხო, ამიტომ თუ არ გინდა ქართველობა არც არავინ გაძალებს. დღეს გლობალიზაციის ეპოქაა. დაწყებული იმიდან რა ქვია ლოს-ანჯელესიდან პეკინამდე და მოსკოვიდან კეიპტაუნამდე კი სერი უტეხი. უნდა მამიჩემის მამასთან წასულა ერმანემსაძესთან ეგერ ნაკადაფში. მაგრამ მე არ ვიდარდო. მაგდაირი ქართველის. ხო და აი ამის თქმა მინდოდა რა. აი ხლა დავასრულებ ვიდეოს, ნახავთ რომ ლინკი აქ იქნება თუ არა და შევძანთ ჩემი YouTube-ის არხზე და ნახავთ და აი ამ კაცის როგორც პიროვნების მიმართ დაშავებული ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ როგორც სამართლიანობის და კანონიერების მიმართ დაშავებული ერთს და საზოგადოებას არასდროს საშველი არ იქნება. არასდროს. და მე რო დაისმება კითხვა, ვაიმე რატო გჭირს ასე? აი ამიტომ გჭირს ასე. სამშობლოს პატრიოტი მარტო რო დავტოვეთ. მარტო რო დავტოვეთ და მარტო რო ამოუხადეთ სული. ხალატის და ჩათალახობის და ნაბიჭრობის და ნაბოზრობის მეტი რო და სიყალბის მეტი რო არ ანახა მასა. მესმის ქალბატონო, მესმის ევროპიდან გადმოიღეს, აბა კაის რას გადმოიღებდნენ? ამ ფილმში ზუსტად მაგაში აღწერილი რა გააკეთა ევროპამ და ამერიკამ საქართველოსთვის 90-იან წლებში, 92 წლებში და
ევროპა გენაცვალე, ევროპა ახლა აბა რას გადმოიღებდნენ ევროპიდან, ან უკაცრავათა ტრაგის მიცემა უნდა გადმოიღონ, ურჯულოება, ურწმუნოება და ძაღლმადიდებლობა უნდა გადმოიღონ, ძაღლი მიაკვდათ სულში მაგეს, რა უნდა ელაპარაკო, კატა. რა უნდა ელაპარაკო? გვარამიას. რა უნდა ელაპარაკოს ადამიანმა, რომელსაც სხვადასხვა არ ყავდა ცუდი მამა. კარგი კაცი იყო ის. საკუთარ მამას ძაღლი დაამარხა საფლავზე. იმიტომ რომ ძაღლიც უყვარდა და მამაც თურმე. და მე ვიღაცა გამოვა და იტყვის, რომ თურმე ძაღლი და ისა გვარამიას მამა მე რა პრობლემა არის. და მე ვინმეს გონია რომ ამდენი ქართველი ქვეყანას იკეთებს მომდა. ზებრა და პინგვინი რო ურჩევნია და ისა რა ქვია ზვიგენი რო ურჩევნია ხალხს და ადამიანებს და როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი მშიერი ყავდეს ქვეყანაში და იმაზე ჟირაფზე და იმაზე ზებრაზე ხარჯავდა მილიონებს. შენ თუ სამშობლო გიყვარ, წად დაგერე პარაგვაის პრეზიდენტი. ხოსე მუსიკა ნახეთ როგორ ცხოვრობდა. იმას უყვარდა მისიერი, ამას არ უყვარს. ღმერთის, ვის წამს ღმერთის? საპატრიარქოში წამს ღმერთის. მიდით ერთი იმხელა ალაყაფის კარები როა. და გადახედეთ მე ამ გლების ქონებას. ეპისკოპოსების, მამაოების. თუ ეკუთვნით ჯერ ჯულის კანონით, მერე და მეორე რომელიც სარწმუნოებაზეა ლაპარაკი. მე გვინდა კაი ცხოვრება, არ მოვა კაი ცხოვრება. არ იმსახურებს ესეთი ხალხი და იმიტომ. ისტორიული სამართლიანობა იქნება მას შემდეგ დამდგარი, როდესაც ყველა პუჩისტს მიეზღვება თავისი და დაწყებული ჯაბაიოსელიანით და გაგრძელებული კიტოვანით და მთელი სანაძირლეთით პანთეონებში კი არ უნდა იყოს განთავსებული, ეგ ცალკე ტერიტორიაზე უნდა გაკეთდეს ერთი სამარცხვინო სასაფლაო და იქ უნდა იმას ქონდა შევარდნაზე საერთოდ არ ეკუთვნის ქართული მიწაზე დასაფლავება. ხო შეიძლება ურუგვაის იყო ბოდიში. ხდება ხო იცი არისო. ავსტრიას და ავსტრალიას არ იყოს ბოდიში. თუმღაც პარაგვაი მახსოვდა. ხო ურუგვაის იყო ხოსე მუსიკა. აგემშვიდობებით. რაც დავთესეთ ერმა, იმას ვიმკით და დამსახურებულად. შეიძლება უფრო მეტადაც უნდა ვიმკოდეთ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ აფირისტობის, თაღლითობის, ერთმანეთის მოტყუების, ღალატის, ზურგში დანის ჩარტყმის, ფულზე გაყიდულობის და საკუთარი კეთილდღეობის გულისთვის მთელი სამშობლოს გაყიდვის მეტი, მე მასაში მეც ვერაფერს ვერ ვხედავ. და ამას რო ეტყვი, უფრო ეზიზღები. რატო შემაგინეო? მე ამასა და რატო შეაგინეო? ამომრჩეველს შეაგინეო. კოც რო იტყვიზე ამომრჩეველი ყოფილი. გინდა ამომრჩეველი იყავი და გინდა გადაღმამრჩეველი კოცი თუ ხარ და თუ გეხება ეგ სიტყვა ღმერთმა შეგარგოს, რა ვიცი. კაცი შვილს ერთი სიტყვა არ უხსენებია. კარგად ვზამდებოდეთ, უღრმესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. მე ვისურვებდი იმას, რომ ქართველებს რაც შეიძლება მალე მოენანიებიოს ეს ყველაფერი. გაბწყინებულია იბერია შენდება. და განსაკუთრებით რა არაშია საქმე, იცი? ჩემო ძმაო, ეს განათლებული ტოპტვინები როა ინტელიგენციის წარმომადგენლები რო იტყვენ. ვაიმე ბიძინა. ვაიმე ამაზე დიდი ქველმოქმედი. ამაზე მეტი ბრძენი, კაც ერთ ციგნად ექნება ნიზლავს თოდებს ცხოვრებაში წაიტყვი. და ზვიადის უწუნებდა ქცევას. მანერებს და სიტყვა პასუხს. არ ყოფილა ეს ხალხი ზვიადის ღირსი ნახდათ. მიშას ღირსიც ყოფილა, ბიძინას ღირსიც ყოფილა და შევარდნაძის ღირსიც ყოფილა და უფრო მეც ვიტყვი რა, აი ეს ცოტნე და ბერა რო დაასვას თავზე იმის ღირსიც ყოფილა. ოკეი? ამდვილად